გამარჯობათ მეგობრებო. გვასწავლეთო ხევსურული ორნამენტები როგორ მოვგზავნოთო წინდებზე და დავიწყოთ ახლა. რამდენსაც შევძლებთ და რამდენსაც ჩავწერთ ვიდეოს ამ თემაზე, გავაგრძელოთ, ვნახოთ, ახლა ავიღოთ ყველაზე ადვილი, ყველაზე იოლი რა შეიძლება რომ გავაკეთოთ და თან უნდა ვისწავლოთ სქემის წაკითხვა. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამას ნაქსოვზე ვერ გადავიტანთ მეგობრებო. აი ახლა აქ ნახეთ, გვაქვს მოქსოვილი წინდის წვერი. დამთავრდა მატება და ახლა ვიწყებთ ჩვენ უკვე ორნამენტებით ქსოვას, ხო? სხვადასხვა ძაფითას, ფერის ძაფით, ასე ვთქვათ. ახლა აქ გვეუბნება, შენ რითიც ქსოვდი ამას, რა ფერითაც ქსოვდი. იმ ნაქსოვზე ახლა გადმოიტანეო ეს სქემა. ეს წინდა არის ლურჯი ფერის, ამ ლურჯ ფერზე, ფონზე უნდა გადმოვიტანოთ აი ეს სქემა. აქ ამას რო ვხედავთ, უნდა შემოვიტანოთ ახალი ფერი და გვეუბნება ერთი რიგი მთლიანად მოქსოვეო ახალი ფერი. ის ფერი აქამდე რაც იყო, ახლა მოდი აი ვნახოთ. აი ეს არის წინდის წვერი, ასე ვთქვათ. როგორც აქ ხო? და ვიწყებ ახლა მე აი აქ ორნამენტის ქსოვას. აი აქ დააკვირდით, ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა ფერის თვლებია მოქსოვილი აქ. ეს ჯვარი ერთი ფერია, თითო უჯრა, თითო თვალია. ეს ერთი ფერია, ეს სხვა ფერია, ეს იგივე ფერია, ეს იგივე ფერია, ყოველი მეორე ფერი იგივეა, ყოველი მეორე ფერი იგივეა, ხო? არ არის ბევრი ფერები, არის სულ ორი ფერი დააკვირდი. ფონი, ძირითადი ფერი არის ეს წარიელი, რაც არის დარჩენილი და ახალ ფერს, რომელსაც შეიტან შენ და მოქსოვ აი ამ რიგს, აი ეს იქნება ის. ახლა ეს ერთი რიგი, შემდეგ ეს შეცვლით თვლები, შემდეგ ეს არის სულ ერთი ფერი. მოვგზავნოთ ჩვენ დაწყებით ახლა ახალ ფერს. შევიტანით თეთრი ფერი. ლურჯით ქსოვდით. ახლა ჩვენ ქსოვთ აი ამ რიგს. და გვეუბნება იქ სქემა მთლიანად მოქსოვეთო ერთი ფერით. ახლა აქ ნახეთ რა ხდება. ჩვენ ახალი ფერი რო უნდა დავიწყოთ, აუცილებლად წინა ჩხირზე, აქედან ვიწყებთ ხო ქსოვას, წინა ჩხირზე მოვახვიოთ ეს ახალი ფერი, რომელსაც ვიწყებთ და დავტოვოთ აქ. ერთი ფერი ჩვეულებრივად, ერთი რიგი უკაცრავად ჩვეულებრივად მოქსოვეთო. მოგქსოვოთ ჩვენც. ახლა უკვე როცა იწყებ ფერებით ქსოვას და ორნამენტების ამოყვანას, ხო? თავისთავად უკვე იცი თვლების ამოყვანა, ამაზე აღარ ვისაუბრებ. ერთი რიგი მოვგზავნოთ. ერთი თვალი დამრჩა და ის მოხვეული ძაფი. ახლა ნახე, აქედან გავალმე და ამ ორ თვალს ერთად ამოვიყვან. ეს ხო თვალი არ არის. მე დავტოვე ახალი ფერი რომ დავიწყე, ის მოვახვიე ძაფი.
ბოლო თვალთან ერთად ამოვიყვან და აქედან გავალ აუცილებლად. ეს არ არის თვალი, მე არ მჭირდება აქ თვალის მატება, მაგრამ მჭირდება რიგი დაიწყო აქედან და დამთავრდა აქ ეს რიგი და აუცილებლად უნდა გადავაბა ეს, რომ აი ასე არ მოხდეს, ხო? და აი სისწორე კონდეს რიგს ფერს ერთმანეთთან. ამიტომ მჭირდებოდა მხოლოდ ეს და იმ თვალთან ერთად ამოვიყვანე. შემდეგ ეს მოვგსოვეთ ახლა ჩვენ. შემდეგი რიგი ნახე არის იგივე ფერი, რითიც ვგსოვდით ჩვენ წინდას. ესე იგი ლურჯი ფერი. აქ ცარიელია ეს, იმასთან გამოტოვებულია ერთი უჯრა აი აქ ერთ რიგზე და შემდეგი სქემა, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ აქ გსოვ ჩვეულებრივად, როგორც გსოვდი მანამდე. თან ერთ რიგს მხოლოდ არ არის ეს 1-2 უჯრა, უკვე 2 რიგია სიმაღლეზე, ხო? ერთი რიგი გვაქვს ჩვენ. როცა ვცვლი ფერს, ძაბს, რომლითაც ვგსოვდი, შიგით მხარეს დავტოვებ აუცილებლად, აი ასე და შემდეგ სხვა ფერით ვიწყებ გსოვას. ახლა ისევ ვცვლი ფერს, ხო? თეთრი იყო. ამიტომ ისევ მჭირდება მე მოვახვიო აქ ძაფი და დავტოვო ასე. ვაგრძელებთ გსოვას, ახლა უკვე მეორე ფერით. და რატო ვგსოვთ ერთი ფერით მთლიანად? აქ არა გვაქვს არაფერი ნაჩვენები, ხო? არ არის სხვა რამე მოხაზული, რომ სხვა ფერი შევიტანოთ. მოვგსოვეთ შემდეგი რიგიც. ნახე, მოვედი, ბოლო თვალი დამრჩა და პლუს მოხვეული ძაფი. აქედან გავდივარ და ორივეს ერთად ამოვიყვან. აი ასე, რიგი ერთმანეთს გადაებმება და არ აცდება ერთმანეთს აი აქ ნაპირზე. მაგრამ ცალკე არ ამოიყვანოთ, ჩვენ თვალის მატება არ გვჭირდება. მოვგსოვეთ 2 რიგი, ნახე, თეთრი, შემდეგ ლურჯი, როგორც ნაჩვენები იყო. ეს ნაჩვენებია ჯვრები რო წერია, ერთი ახალი ფერი შევიტანე თეთრი, შემდეგ იგივე ფერიო და მოვგსოვეთ ლურჯი. ახლა ნახე, ეს ცარიელი უჯრა გვიჩვენებს იგივე ფერს, როგორც ვგსოვ მე, ამ შემთხვევაში ლურჯია. შემდეგ ეს თეთრია, ხო? შემდეგ ცარიელია, ლურჯია, შემდეგ თეთრია, ლურჯი, თეთრი. გამოდის, რომ ერთი თვალი ლურჯი უნდა მოვგსოვოთ, ერთი თვალი თეთრი უნდა მოვგსოვოთ, რადგან ასე გვაქვს სქემაში, რომ წავიკითხოთ მოცემული. თვითო თვალი, ეს ჯვარიცხო თვალია ერთ უჯრაში. ეს ერთი უჯრაცხო თვალია, აქ ცარიელი როა დარჩენილი, ხო? ამიტომ ახლა ვგსოვთ ჩვენ 2 ძაფით. როგორ ვგსოვ მე 2 ძაფით? თქვენ როგორ გსოვთ, როგორც გსოვთ, არ ვიცი, თუ სურვილი გაქვთ, ისწავლეთ, აი ასე მიაჩვიეთ ხელი, როგორ გსოვოთ უფრო ადვილად 2 ძაფით. აი ასე ვიხვევთ ორივე ძაფს ერთდროულად, აი ასე. ცალ-ცალკე თითზე, ისე რომ აი აქ ერთი სიგრძის ახლოს მიხვიდე და აი ასე მიიღო რა. ახლა ნახე, ეს ხო პირველი, მეორე, ზედა, ქვედა. ქვედა ძაფის ქვევიდან გავალ, ზედა ძაფს გამოვიტან,
მხოლოდ აი ასე გადავკიდებ. ახლა ორჯერ და სამჯერ არ მოახვიო, არ შეიძლება. უნდა აი ასე ცურავდეს ახლა, აი ეს. აი ასე. აი ასე ერთმანეთზე, აი უბრალოდ უნდა ჩამოვკიდო. წამოვიღებ ახლა ამას, ისევ თავის ფერზე, აი აქ ზემოთ დავკიდებ ასე. ნახე? ქვედა ძაფის ქვევიდან გავალ, ზედა ძაფს გამოვიტან ქვემოდან, წამოვიღებ და ისევ ზემოთ თავის ფერთან ჩამოვკიდებ. ისე რომ აი ასე უნდა დარჩეს, ქვედა ძაფი უნდა დაიჭიროს ზედა ძაფმა აქ, რომ შენ აი აქ ერთნაირად გქონდეს ეს ორივე და ქსოვა შეძლო ჩვეულებრივად ამოიყვანო თვლები. აი ამან ასე უნდა იცუროს, რომ თავისუფლად ამოიყვანო თვლები. ახლა ვიწყებ ქსოვას და რას გვეუბნება დააკვირდი ახლა ამ ნახას. ეს ლურჯი ფერია, ეს თეთრი, ეს ლურჯი, ეს თეთრი. რატოა ახლა ეს თეთრი? აქ ახალი ფერი რო შევიტანეთ, ჩემ შემთხვევაში თეთრია. ეს რატოა ლურჯი ახლა, ცარიელი უჯერა, იმიტომ რომ მე ლურჯით ვქსოვდი, ხო? თქვენ შემთხვევაში არ ვიცი რა ფერები იქნება, იმის მიხედვით დააწყობ ამ სქემასაც, ხო? ლურჯი თეთრი, ასე უნდა მოვქსოვო ახლა. აი, ეს იმას ნიშნავს, თითო უჯრა, თითო თვალია. ლურჯი, თეთრი, ლურჯი, თეთრი. ნახე, აი, ამიტომ დავკიდე მე ეს ძაფი ამ ძაფზე. აი, ასე გამოწევ ახლა ამას და ჩამოიშლება და წავაზევით ძაფი ხო გჭირდება აქ. ორივე ძაფი აქ მაქვს. და ეს ბევრჯერ არ უნდა გადაახვიო, უნდა იცუროს, აი ასე. აი აქ და ჩვეულებრივად გვსოვ მე. ლურჯი, თეთრი, ჭირდება 1, სულ ასე უნდა ვქსოვო, ხო? 1 თვალი, სულ ფერები ასე უნდა ვცვალო. აი ასეთი სახე უნდა მივიღო, იმიტომ რომ აქ ასია ნაჩვენები, აი. ამას თითიდან ასე გამოშლი, ეს ასე უნდა გქონდეს სულ ჩამოკიდებული ამ ძაფიდან ამ ძაფზე. აი, ისევ იმ თითზე გადაახვევ და აქ ძაფი გააქვს, რო ქსოვო. და წინა თვალს დააკვირდი ყოველთვის რომელი ფერია, ცვლი, თითო თვალს ცვლი სულ. ლურჯი, თეთრი, სულ ასე მოვქსოვ ახლა ბოლომდე. შენ რა ფერის ძაფი გექნება, იმ ფერებს განსაზღვრავ, აი ნახე. ისევ აქ ჩამოვკიდებ მე ამ ძაფს, ქსოვ ჩვეულებრივად. არის სპეციალური სათითეები, რომ ქსოვო სხვადასხვა ფერის ძაფები ჩამოკიდო და ქსოვო. თქვენ ინება რას გამოიყენებთ? მე არ ვიყენებ, იმიტომ რომ მიჩვეული მაქვს ახლა ხელი და ეს ჩემთვის ძალიან ადვილია, ძალიან. ასე მირჩევნია, ვიდრე რაღაცები ერთი სიტყვით. ასე მოვქსოთ სულ ბოლომდე, იმიტომ რომ სქემაზე ასე გვიჩვენებს, რომ თითო თვალი შეცვალე და ერთი რიგი ისე მოგქსოვეო. მოგქსოვეთ ერთი რიგი. აი ეს არის ის, რასაც სქემაზე გვიჩვენებს. გამოტოვებული თითო. აი ეს. ახლა შემდეგი ნახე, წავიკითხოთ სქემა, შემდეგი რას გვეუბნება. აი აქ ისევ ცარიელია ეს რიგი მთლიანად. ერთიდან. ეს ორი იქნებოდა მაშინ, ხო? ეს ერთი რიგი. ეს იმას ნიშნავს, რომ ისევ ეს ცარიელი ახლა მე ლურჯი ფერი მაქვს ამ შემთხვევაში, ფონი რაც არის და მოვქსოვ მხოლოდ ლურჯი ძაფით. ყოველთვის, როცა ფერები გაქვს აქ რამდენიმე ძაფი, წინა ეს ძაფი შიგით დატოვე ყოველთვის, აი ეს აქედან მოიტანე და ასე მოგქსოვე. ახლა მოგხსოვს სულ ლურჯი ძაფით. როგორც არის მოცემული სქემაზე.
ახლა ასეთი სქემები ძალიან ბევრი შეგხვდებათ, მილიონი უამრავი, მარტო ხევსურული კი არა, 1000-ნაირი ჭრელი რაღაც შეგიძლია მოგხსოვო ფერებით და ის სქემა უნდა წაიკითხო, რომ როგორ მოგხსოვო, ხო? ნელა-ნელა დავიდან აი ასე მერე შეაჩვევთ თვალს და გაგიადვილდებათ სქემების წაკითხვა, არ არის რთული, უბრალოდ ცოტა დაკვირვება და პრაქტიკა ალბათ, რა ვიცი. შემდეგი რიგი ვგსოვთ ლურჯი, როგორც გვაქვს სქემაზე მოცემული. ესაც მოვგსოვეთ. ახლა რას გვეუბნება კიდევ ნახოთ. ჩვენ მივყვებით და ვგსოვთ რაც გვაქვს სქემა. აი ეს მოვგსოვეთ ახლა ჩვენ. შემდეგი რიგი ისევ თეთრია, ამ შემთხვევაში ეს რაც არის მოცემული ჩვენ თეთრად ვგსოვთ და აქ არ არის გამოტოვებული, ხო, არაფერი გეუბნება ერთი რიგი მთლიანად მოგხსოვე მხოლოდ თეთრიო. ახლა ასე რო იყოს გამოტოვებული, გვეცოდინება, რომ სხვა ფერი უნდა ჩავამატოთ. აქ გვეუბნება მთლიანად მოგხსოვე ერთი რიგი თეთრი. და ჩვენც მოვგსოვოთ ერთი რიგი კიდევ თეთრი. და აუცილებლად წინა ძაბს ტოვებ შიგნიდან, აი ასე. შიგნიდან რას ნიშნავს? ხო იწყებ გსოვას, ეს აქეთ დატოვე, სადღაც იქით არ დაგრჩეს, აი აქ. ასე. ახლა სხვა ფერს ვცვლით, ხო ფერს? სხვა ფერი იყო, სხვა ფერს ვიწყებთ აუცილებლად ამ შემთხვევაში ამ ფერს აქ დატოვებ. და ვიწყებთ გსოვას, აი ასე. ყოველთვის როცა ცვლი ფერს, ეს აქ დატოვე, მოახვიე და დატოვე. ფერები ერთმანეთისგან რო არ გაგექცეს, შემდეგ შეერთების ადგილას, გადაკვეთის ადგილას, რავი რა ქვია. მთლიანად ერთ რიგს მოვგსოვთ თეთრს. ახლა მე უფრო სქელი ძაფით ვგსოვ, რადგან თვალსაჩინო იყოს და კარგად გამოჩნდეს, რას ვაკეთებთ. საერთოდ, როცა ფერებით გსოვთ და ორი ძაფით ერთდროულად, აი ასე, ხო, მოგხსოვეთ ძაფით, რომელიც იგსოვება 4 ნომერი ჩხირებით. უფრო თხელი და ლამაზი გამოგივათ წინდა, რადგან ასქელებს ის ფერები ერთმანეთზე. ახლა ორი ძაფით ხო მოგხსოვეთ, აი ეს გადავიტანეთ და უფრო სქელდება ნაგვსოვე, ამიტომ მოგხსოვეთ ძაფით, რომელიც იგსოვება 4 ნომერი ჩხირებით. გამოგივათ თხელი და ლამაზი. ნახე, ახლა მოვედით აი აქ ბოლოში, ეს ცალკე არა მოიყვანო, არ გამოგივიდეს ნამატი და აუცილებლად ბოლო თვალთან ერთად ამოიყვან, აქედან გახვალ და ასე გამოიყვან, აი ასე, რომ თეთრი ფერი ზემოდან მოხვდეს, რაც დატოვე, წინა ფერი ქვევით წავიდეს და აი რიგი გადაებას ასე ერთმანეთს. ახლა ეს მოვგსოვეთ თეთრი და მეტი აღარა გვაქვს, აქ არაფერი არ ჩანს. ამიტომ დავტოვებთ ამას ჩვენ. ასე შეხედე, შემოუბრუნდი მე, უნდა დავიწყო ახლა მეორე ფერის გსოვა და რომელი ფერიც დავამთავრე, შიგიდან მოვაქციე და აქ დავტოვებ აი ასე. და გარეთ არ დავტოვებ სადღაც. ფერს ვცვლი, ამიტომ აუცილებლად ამ ძაფს აქ მოვახვევ და დავტოვებ ასე. და დავიწყებ ამ ფერით გსოვას. თუ შემდეგი სქემა არაფერს მეუბნება, ესე იგი ამით უნდა მოვგსოვო, ხო, ეს არის ის ფონი, რითიც ვგსოვ მე წინდას.
ეს არის ყველაზე ადვილი სქემა, რომ მიაჩვიოთ ხელი ორი ძაფით ქსოვას, ჭრელი წინდის ქსოვას და მეორე კიდე ისწავლოთ სქემის წაკითხვა. ყველაზე ადვილი. აი ნახე ბოლო თვალი და ძაფი. აქედან გავალ და ერთად გამოვიყვან აუცილებლად. რადგან წინა ფერი ქვევით წავა, რომლითაც ვქსოვდი, ის ფერი გადაებმება ამ ლურჯს და ზევით ქვევით არ გაიქცევა რიგიდან ფერი. ახლა ერთი რიგი კიდე შემოვქსოვოთ. რომ ვნახოთ რა გავაკეთეთ. ეს სქემა ახლა რაც მოვქსოვეთ ჩვენ და რაც გვაქვს აქ, ხო ეს უფრო იქსოვება, აი ხევსურულ წინდებში ეს იქსოვება უფრო დიდი სქემების შუა და შუა, აი როგორც ჩარჩო, ასე რომ მოვქსოვო და შემდეგ ჩასვა ის ნახატი, ხო? ხო გჭირდება ყველაფერს თავისი რაღაცა მოაქციო ჩარჩოში და გამოვიდეს ლამაზი და არ იყოს სადღაცა სივრცეში მიკარგული და შიშველი, ასე ვთქვათ. აი მისთვის უფრო გამოიყენებოდა ადვილია და თან პატარა სქემა და ეს სქემა ძირითადად უფრო სქემებს შორის ჯდებოდა ხოლმე. სხვადასხვა დიდ სქემებს განაცალკევებდა ორნამენტებს ერთმანეთისაგან. ეს მეორე რიგიც მოგხსოვეთ, ახლა უკვე მთლიანად ეს არის. ახლა შევხედოთ რა გავაკეთეთ. აი ჩვენი ნაკსოვი ეს არის ზუსტად აი ის, რაც აქ გვაქვს სქემაზე მოცემული ახლა. ეს შეგიძლიათ ამობეჭდოთ, არ დასკრინოთ ქართულად, ამობეჭდოთ, აი ეს გადმოიტანოთ თქვენთვის და მოგხსოვოთ, შემდეგ ზუსტად გამოიყენოთ აი ეს სქემა, გამოგივათ აი ეს. გავაგრძელოთ შემდეგ კიდე სხვები და გავართულოთ კიდევაც და მოგხსოვოთ ორნამენტები სხვადასხვა ხევსურული წინდებიდან და ხევსურული სქემებიდან. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.